თუ გსურს იცოდე საათის ისრებს შორის კუთხის გამოთვლა, მაშინ ეს ვიდეო შენთვისაა. მოდი მე გასწავლი მარტივ გზას, თუ როგორ შეიძლება სულ რამოდენიმე მოქმედებით გამოთვალო კონკრეტულ დროს საათის ისრები რამდენ გრადუსიან კუთხეს შეადგენენ. მოდი ერთად განვიხილოთ ერთ-ერთი მაგალითი და შევეცდებით დეტალურად აგიხსნა ყველაფერი თუ როგორ შეიძლება. მარტივად ნებისმიერი მსგავსი სავარჯიშო უკვე დამოუკიდებლად ამოხსნა და გაარკვიოთ თუ რამდენ გრადუსიან კუთხეს შეადგენენ საათის ისრები. მოდით განვიხილოთ ასეთი შემთხვევა. როდესაც საათი მაგალითად უჩვენებს ზუსტად 14 საათსა და 27 წუთს. მაშინ რამდენ გრადუსიან კუთხეს შემოწერს ამ დროს საათისა და წუთების ისარი. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის წუთების ისარი დავაყენოთ. ეს პირველი აღნიშნავს რომელი საათია, ეს აღნიშნავს რამდენი წუთია. 37 წუთი, ვიცით, აქ გვაქვს 35, 36, 37. აი აქ იქნება ზუსტად წუთების ისარი და საათის ისარი, 14 საათის არის 2-ს გადაცდა და წავიდა 3-ისგან, ხო? სადღაც 2-სა და 3 შორის უნდა იყოს. სადღაც აი აქ არის საათის ისარი. მოდი ამას პირობითად საათს დავაწერ, ამას დავაწერ წუთების ისარს, რომ არ შეგვეშალოს და ზუსტად გავიაზროთ, რას გვეკითხებიან. ეხლა დავიწყოთ და უნდა გამოვთვალოთ აი აქ სრულად რამდენ გრადუსიანი კუთხე გვექნება. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ და გვახსოვდეს, ეს არის, აი ეს პეწეწუნა დანაყოფები, რაც გვაქვს, აი ეს. ჩვენ ხო ვიცით, რომ ყოველ ერთ საათში იგივე 5 წუთია და პატარა 5 დანაყოფი აქვს. თითოეული დანაყოფი ეს არის 6 გრადუსიანი. ესეც 6 გრადუსიანია, ესეც 6 გრადუსიანია. ესე იგი, ნახეთ, 7-დან რომ წუთების ისარმა გადაინაცვლა, აი აქ 37 წუთამდე, აი აქ მაქვს 2 × 6, ეს იქნება 12 გრადუსიანი კუთხე. ასევე ვიცი, რომ თითოეული 5 წუთიანი დანაყოფი, ან 1 საათიანი დანაყოფი, აი ეს სრული 5 წუთი, არის ზუსტად 30 გრადუსიანი კუთხეები. მაშინ რამდენი სრული 30 გრადუსიანი კუთხე გვაქვს? ეს არის 1, 2, 3, 4. ანუ აი აქედან მოდი ესე მოვნიშნავ, რადგანაც 4 30 გრადუსიანი კუთხე გვაქვს, 4 × 30 ეს იქნება 120 ტოლი, მაშინ გამოდის, რომ აი აქედან აქამდეც მქონია 120 გრადუსიანი კუთხე. აქ 12 გრადუსიანი, აქ 120 გრადუსიანი. დამრჩა აი ამ კუთხის გამოთვლა. ეხლა რა უნდა გავაკეთოთ? ძალიან მარტივად. ყოველთვის, რაც გვაქვს წუთები აღებული, აი ეს წუთების რაოდენობა, უნდა გავამრავლო მე 0.5-ზე, რადგან 2-დან რამდენი გრადუსით გადმოინაცვლა საათის ისარმა, ის დავადგინო. აი ამ 37 წუთის განმავლობაში. 37 რომ 0.5-ზე გავამრავლოთ, ეს არის 18.5. ოღონ არ დაგავიწყდეთ, ეს არ არის 18.5 გრადუსიანი კუთხე. აი აქედან რომ წამოვიდა საათის ისარი, აი ეს არის 18.5 გრადუსის ტოლი. მაგრამ აი აქეთ იქნება დარჩენილი, რადგანაც ჩვენ თქვით, რომ სრული 5 წუთიანი მონაკვეთი დანაყოფი არის 30 გრადუსიანი კუთხე, მაშინ 30-ს უნდა გამოვაკლოთ ეს ჩვენი 18.5 და იქნება 11.5. სწორედ აი აქედან აქამდე დარჩენილი მქონია 11.5-ის ტოლი კუთხე. მაშინ მთლიანად რამდენ გრადუსიანი კუთხეს მივიღებთ? ეს იქნება 12 გრადუსიან კუთხეს, უნდა მივუმატოთ 120 გრადუსიანი კუთხე და უნდა მივუმატოთ კიდე 11.5 გრადუსი და ეს იქნება ჯამში 153.5 ტოლი. ანუ აი ეს მთლიანი კუთხე, რასაც ჩვენ გვეკითხებიან, ყოფილა 153.5 გრადუსის ტოლი. აი ასე ძალიან მარტივად. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ პირველი წუთების ისარი სად იქნება ის გამოვთვალოთ და ზუსტად დავაყენოთ და თითოეული პაწეწუნა დანაყოფი, რაც გვაქვს წუთები რომ გადაადგილდება, ყოველი წუთი 1 წუთი 6 გრადუსიან კუთხეს შემოწერს, აქ გვექნება 12 გრადუსიანი კუთხე, 7-დან რომ გადაინაცვლა, სრული 5 წუთიანი, ანუ იგივე 1 საათიანი კუთხე, აი ესენი არის ყველა 30 გრადუსიანი კუთხეები, სრული 5 წუთი 30 გრადუსიანია და როგორ გამოვთვალოთ საათის ისარმა რამდენი გრადუსით გადაინაცვლა, წუთების რაოდენობა უნდა გავამრავლოთ 0.5-ზე და ამით გავიგებთ 2-დან 3-ისკენ რამდენი გრადუსით გადაინაცვლა. და შემდეგ 30 გრადუსიან კუთხეს გამოვაკლებთ აი ამ მიღებულს, რომ ვნახოთ რამდენი გრადუსით იქნება დარჩენილი. უბრალოდ სრული საათის მოსვლამდე, ანუ 2-დან რომ გადმოინაცვლა 3-მდე, რამდენ გრადუსიანი კუთხე აქვს მას დარჩენილი. ანუ ჯამში გამოგვივიდა, რომ ეს არის 153.5 გრადუსის ტოლი, როდესაც საათის უჩვენებს 14 საათსა და 27 წუთს, საათისა და წუთების ისარი შეადგენს ზუსტად აი ამდენ გრადუსიან კუთხეს.
ეს იყო ეს ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ძალიან საინტერესოა ყოველთვის თქვენთვის. იმედია მოგეწონებათ ეს ახსნათ, ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეოს შემოგთავაზებთ კიდევ და არ დაგავიწყდეთ, რადგან გვერდი გამიტეხეს, თავიდან დამემეგობრდეთ და გამომყოთ, რათა არ გამოგჩეთ არც ერთი საინტერესო ვიდეო და გპირდებით კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო ჯგუფებს, რომელიც დაგეხმარებათ ცოდნის გაღრმავებაში, სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარებაში, ეროვნულების ჩაბარებაში და მე-7-მე კლასელებს დაგეხმარებათ სიღრმისეულად დაიწყოთ მათემატიკის შესწავლა, რადგანაც მომავლისთვის არ გაგიჭირდეთ უკვე არც ერთი კლასის და პროგრამის დაძლევა, რომელიც უკვე ეროვნულებისთვის იქნება საჭირო. წარმატებებს გისურვებთ, მე კი გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. ბედნიერი დღე!